მამუკ არეშიძე ლოპოტაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს როგორც ხელისუფლების ავანტიურას. ექსპერტი თვლის, რომ საზღვარი არავის რად მოუკვეთია და ტყეში ძალოვანებმა პანტისელი თისტების ლიკვიდაცია განახორციელეს. გარდა ამისა, ის აცხადებს, რომ დაღუპულია 7, ხოლო 11 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ჩეჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთად უწყებაში ყავთ დაკავებული. ახლა ჩვენს შეკითხვებს მამუკ არეშიძე უპასუხებს პირდაპირ ეთერში. ბატონო მამუკ, საღამო მშვიდობის, რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 გააუვნებელ ყოს, ხოლო დანარჩენები ალყაში არიან მორცეული. თქვენ აცხადებთ, რომ 4 მათგანია დაღუპულია უკაცრავად 7 მათგანი, ხოლო 11 დაკავებული ყავთ. ხო, მე დაახლოებით ასეთი ინფორმაცია მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში თქვენ მტკიცებული ფორმით ამბობთ ამას. ეს არის ინფორმაცია, რომელიც არის თქო ზოგადი. მე ვიცი უბრალოდ 3 დაღუპულის თაობაზე კისტებიდან. ვიცი, ერთი არის კიდე სავარაუდოდ კისტი, ისიც დაღუპული და 3 სხვა ეროვნების წარმომადგენელი, 7-ია სულ დაღუპული. მე არ დავიწყებ მტკიცებას გინათ ვარო, რომ ისინი არიან ჩეჩნები. ვიცი, რომ კავკასიელები არიან ზოგადად დაღუპულებს გულისხმობ. რაც შეეხება 11 ადამიანს, რომელზეც თქვენ ახლა ცოტა ხნის წინ თქვით, რომ პანდამიის თავდაცვის სამინისტროს აყოთ. ესე უკაცრავად შინაგან საქმეთა სამინისტროს აყოთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ 11 კაცია ცოცხალი ოპერაციას გადარჩენილი. სად არიან ისინი? ჩემთვის რთული საქმეა, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავს ისინი. მე არ შემიძლია ზუსტად თქვა, რომ გინათ ვარა ესენი მათ იქ არიან. თქვენ ამბობთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩეჩენია, 11 დაკავებულიდან ბატონო მამუკ. ტრაგედია. ხო, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩეჩენია, შემიძლია თქვა ისიც, რომ მას აქვს ფიზიკური ნაკლი, აქედან გამომდინარე, კარგად ესე ვთქვათ, დასამახსოვრებელი ფიგურაა. ხელი არ აქვს ერთი და ის არის ეროვნები ჩეჩენი. ისიც პანკისის ხეობიდან არის იყო ჩეჩენია და არა კისტი. და ეს ვიცი, რომ ის იმყოფებოდა აი ამ სიტუაციაში. აი ეს შემილია გითხრათ, მხოლოდ ამასთან დაკავშირებით, ასაც ჩეჩენთან დაკავშირებით ეს შემილია გითხრათ. ბატონო მამუკ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ ყველაფრის შემდეგ, რაც დატრიალდა? ნუ ეხლა ჯერჯერობით ვიდრე მოვლენების გავითარებაზე ვისაუბროთ, თავარი ალბათ არის საუბარი იმაზე, რა მოხდა, როგორ მოხდა, რომ დღეს საქართველოს ამდენი დაღუპული ახალგაზრდა ყავს. ბანკისის ხეობაში ცალკე, სხვა ადგილებში საქართველოსი ცალკე, დაახლოებით გამოდის 10 დაღუპული ადამიანი, ხო? ეს არის ტრაგედია მთელი ერისთვის 10 ახალგაზრდის დაღუპვა. ეხლა რაც შეეხება თვითონ მოვლენების გავითარებას, მე არ მინდა დღეს ვერსიებზე ვიმჟელო, იმიტომ რომ ვერსიები შეიძლება ძალიან კატეგორიული იყოს და საქართველოს პრესის ძალიან სერიოზული დარტყმა მიაღწიეს. მე უბრალოდ მოვითხოვ ხელისუფლებისაგან, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს და ახსნა განმარტება ამ დაღუპული ადამიანების მშობლებს მიეცეთ გასაგები და ნორმალური. ახსნადი იყოს ეს ყველაფერი. ადამიანები უნდა იცოდნენ რა დაემართათ მათ შვილებს. აი ამაშია საქმე, თორე ხო ვერსიებზე ლაპარაკი რასაკვირველი დაუსრულებლად შეიძლება და ძალიან ისეთი მძიმე შედეგები შეიძლება ქონდეს აი ამ ფოშორის ვერსიების გამოაშკარებას. დიდი მადლობა ჩვენს შეკითხვას პირდაპირ ეთერში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკ არეშიძე საუბრობდა და არეშიძის კიდევ ერთი განცხადება მას აქვს ინფორმაცია მის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გარკვეული ღონისძიებები განახორციელოს მეცხრე არხის წინააღმდეგ. მათ შორის იგულისხმება ტელევიზიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ყოფილი ფინანსური პოლიციის გააქტიურება 2 სექტემბერს. არეშიძის ინფორმაციით ეს იქნებოდა არა არხის მუშაობის გაჩერების, არამედ შეფერხების მცდელობა. ინფორმაცია იმის თავაზე, რომ იგეგმებოდა გარკვეული ტიპის ღონისძიებები, ისევ სახელმწიფო წრეებიდან გამოსული ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან პარალელურ, ესე ვთქვათ, ფორმატში იყო და რომელიც სავარაუდოდ ხას უსვამს, სავარაუდოდ თუ დაჭირდებოდა ხელისუფლება შეიძლება განხორციელებული. მათ შორის იგულისხმებოდა 2 სექტემბრისთვის საფინანსო პოლიციის აქტივობა მეცხრე არხის წინააღმდეგ. ეს არ იქნებოდა მეცხრე არხის გაჩერების მცდელობა, ეს უნდა ყოფილიყო მეცხრე არხის, ასე ვთქვათ, შეფერხების მცდელობა და ეს იქნებოდა ჩვეულებრივი გეგმიური შემოწმებასავით დაახლოებით ის, რაც მოხდა 2000 წლების დასაწყისში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. აი ესეთი რამ იგეგმებოდა. რამდენად შესრულებადია და რამდენად მოხდება ამის განხორციელება, ახლა ამ სიტუაციაში მე უკვე ეჭვმეპარებ.